GoGatGG.com Молодым зелёным. გზაჯვარედინი. არაფერს არ უარყოფს. ყველაფერი აღიარა. რაც გაიტაცა იმას რა უყო. ქარს გაატანა. ესე იგი არაფერი აბადია? არა. ახლა რა საკეთებს? ანტალიაში ფერმაში ცხოვრობს. იქვე მუშაობს და საარსებო ფულს შეუღლობს. ესე იგი, ახალი არაფერია? დაახლოებით. მაგრამ აშკარაა, რომ სტამბოლში ვიღაცები უთვალთვალებენ. თუმცა ხასანისთვის ფულის მოპარვა მაინც მოახერხა. მაგრამ ეს არ მაღელვებს. იმის თქმა მინდა, რომ მამა ჩემისთვის მცირედი სათქმელის კი აღარაფერი დამჭა. რისი თქმაც მინდოდა უთხარი და მასაც მოусმინე. სულელა. შენ კი წახვედი და მთელი ფული ვიღაც ორკონს მიეცი. ახლა 100,000 ლირა გვექნებოდა. ბინძური ფული კარგს არაფერს მოგიტანს. ცხაპრების მოყოლას მოეშვი. იცი რა? აქედან რომ გამოვალ, ფული დამჭირდება. ვინ იზრუნებს ჩემზე? შენ? სამსახურში შევიდა სხვებივით შენს იშრომებ. 100,000 ლირა ჯიბეში არ ავიცოდებს. შენთვის იოლი სათქმელია. რა გენაღვლება? სერეზებთან იპოვე თავშესაფარი. ის ფული კი წყალს გაატანე, რომ გარანტირებული თავშესაფარი ქონოდა და პატიოს ამ ბიჭად ჩაეთვალეთ. კარგად დაიმახსოვრე აქედან რომ გამოვალ. ყველაფერი სხვაგვარად იქნება. გასაგებია შენთვის? მე გეტყვი რომ თუ ასე გააგრძელებ, აქ აღარასდროს მოვა. არც არავინ გეკაჩება. ნუ მემუქრები. არ გემუქრები. უბრალოდ გონსმოდი. ჩვენ არავინ გვჭირდება. სამსახურში შევიდა იმუშავებ. მეც მუშაობ. მალე უნივერსიტეტსაც დავამთავრებ. ერთად მოვიწევ ცხოვრებას. გვეყოფა რაც ვითანჯეთ. ჩემთვის არანაირი ჩვენ აღარ არსებობს. შენი წყალობით არავითარი ჩვენ აღარ დარჩა. კარგი. შენი ნება. კენანმაც კი მაპატია ძმაო. წარმოგიდგენია? აი შენ კი მაშინვე დამივიწყა. ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ყოფილვარ. ძალიან მეწყინა. თუმცა არა უშავს, ჩემი დროს მოვა. ახლა პირველ რიგში იამანს უნდა დაუახლოვდე. კენანმა ამ პირობით მაპატია ყველაფერი, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ უნდა მოახერხო. თელ ალდინკოის ოქროს სასახლესავით იცავენ. გეგონება ასიმ შეკიპკაიას იმპერია იყოს. წარმოდგენა არ აქვთ. გირაი. თუ ჭკვიანად მოიქცევი, იქ მე შეგიყვან. ძმო, ამას სერიოზულად მეუბნები? ხო. ყველანი აქ ყოფილხართ. ხო, ეს მამა ჩვენი სახლია. დაბრდანდით. შევჯდები. სხვა არჩევანი მაინც არ მაქვს. სახლიდან წამოვედი. არ არსებობს. არ მითხრათ, რომ აკაპირებ ცხოვრებას. მაპატია, მაგრამ ასეა. რესტორანთან ახლოს უნდა ვიყო. ახლა ბინის მოძებნის არც დრო მაქვს და არც ფული. ფული მით უმეტეს. და მამა მას იცის? არა. ეგონა ენდერთან დავრჩებოდი, მაგრამ მასაც სტუმრები ყავს. ასე რომ ფარუკისთვის ეს სიურპრიზი იქნება. სახლს თუ ყიდულობს, სტუმრებიც უნდა მიიღო. ეს გამორიცხულია, რადგან მეც აქ ვრჩები და არ მგონია ადგილი გვაყოს. ადგილს გამოვნახავ, ნუ ღელავ. არავის ოთახში. შესახლებას არ ვაპირებ. გეყოფათ ასეთი გაუცებული სახით, ნუ მიყურებთ. ცოტა სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ. ჩათვალეთ, რომ ეს სახლი ჩემია და ფარუკი ჩემი სტუმარია. რა პრობლემაა? მოგლეთ ცოტა ხანს ერთად თუ ვიცხოვრებთ, არაფერი დაშავდება.
ეს რა არის? ელფის ღვეზელს გავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ გემრიელი იქნება. კარგი მერტ. რა აზრი აქვს ცხობის სწავლას? მომავალში მაინც ხომ უნდა გემსახუროს და სხვამ უნდა გამოაცხოს. ასე არ არის, სუზან? რა უცილებელია თქვენაირმა ქალბატონებმა რა მისკეთება იცოდნენ. ისეთი დაკავებულები არიან, საცხობად საცალიათ. ხო, რატომღაც მდიდრებს არასდროს ცალიათ. მოდი ასე ვთქვათ. თუ ენდერევით აპირებ კეთებას, ჯობს საერთოდ არ გააკეთო. ღმერთო, რა ერქვა იმ გერს? ლამის რომ დაგხოცა. რა ერქვა? ხო, ავოკადოთი რომ მოამზადა რა? ხო, მახსოვს. თუ აკეთებ, რამე ნორმალური მაინც უნდა გააკეთო. მან კი რატომღაც ჯანჯანოს გაკეთება მოინდომა. ამდენს რომ ვლაპარაკობ. დედა შენს როგორი ხელი აქვს? სამზარეულოში კარგად ერკვევა? არაჩვეულებრივად ამზადებს. მართლა? ამზადებდა როცა სახლში იყო. მართლა? მაინც რითია დაკავებული? მომღერალია. დიახ, მომღერალია. ღამის კლუბში მღერის. ახლა იზმირში მუშაობს. გასაგებია. და მამა შენი? უსაქმურია, არა? უკაცრავად. კარგად არ ვიცი რა საქმიანობს. პატარა ვიყავი რომ მიგვატოვა. სამაგიეროდ უფროსი ძმა მყავს. გითხე და გეტყვით. ახლა ციხეშია. მანქანის გატაცებისთვის დაიჭირეს. რამდენიმე თვეში გაათავისუფლებენ. კარგი. მაშინ სასჯელი უნდა მოიხადოს. სამწუხაროა. ღვთის წყალობით მალე გამოვა. ღმერთი არავის გაწირავს. ამინ. ამინ. აშკარაა რომ ჩვენებს ძალიან უყვარხარ და გენდობიან. შეეცადე გზას არაცდე და წესიერად იცხოვრო. ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომაა, როცა ცდილობ ის იყო, ვინც სინამდვილეში არ ხარ. და მოუკიდებელი უნდა იყო. თუ სულელი ხარ, უნდა თქვა სულელი ვარო. აი ჩვენებიც მოვიდნენ. მოვბრძანდით სელიმ და ენდერს ერეზებო. ბედნიერი იყოს თქვენი ფეხი. საყვარელო. შენ რა მთვალი ხარ? იმედია ასე არ არის, თორემ ჩათვალე რომ შენი საქმე წასულია. ვითომ რატომ? თუ მოხდა, ნათლია ჩემი ჩამოვიდა. კეთილი იყო შენი ჩამობრძანება, დეიდა. ჩვენ ხვალ გელოდებოდით. სურპრიზის მოწყობა მინდოდა. არ გაგიხარდა? რას ქვია, არ გამიხარდა. კარგი ქენი რომ ჩამოხვედი. ჩემო ძვირფასო, ჩემო საყვარელო. ჩემო სიხარულო. ჩემი სიცოცხლე. ჩემი საგანძური. ჩემო სიხარულო. გამარჯობა. რა მოხდა ინდერ? ისეთი სახე გაქვს თითქოს სატვირთომ გადაგიარა. მართლაც ასეა, მაგრამ დავისვენებ და ყველაფერი გამივლის. ძალიან გთხოვთ, ჩათვალეთ რომ საკუთარ სახლში ხართ. ვახშმობამდე რომ არ გამოვჩნდე, ხომ არ გეწყინებათ? არა. ძალიან ცუდი იქნება. ძალიან გთხოვთ, მაპატიეთ, კარგი? სუდად ხარ პრინცესა? როგორც ყოველთვის მაღალ ფარდოვანი. არასტუმართ მოყვარე ენდერ სერეზი. დეიდა არ გინდა. რა იყო? ტყუილია? მამამისის შვილია. ჩვენ გავალთ, მერტს ნახავთ. დიახ. მაგრამ მადლობა ღმერთს ბიჭი, შენ დაგემსგავსა. დეიდა, მაშინ კითხავ, თუ ასე უნდა გენერვიულა რაღაც ჩამოდიოდი. დამპატიჟე და იმიტომ. მერტის ნათლობის შემდეგ ყოველ წელს გეპატიჟებოდი და არასდროს ჩამოსულხარ. რა ჩემი ბრალია, აქამდე ვერ მოვიცალე. სიმართლე მითხარი. კარგი. შენზე ნერვიულობდი.
ჩემმა დამ, მე დამიტოვა შენი თავი. მინდოდა ჩემი თვალით მენახა როგორ ცხოვრობდი და რაც ვნახე, არ მომეწონა. დამიჯერე, დედა შენი აქ რომ ყოფილიყო, ძალიან გაბრაზდებოდა. რატომ, დეიდა, რატომ? რა გააბრაზებდა? შენი რა ცხოვრობთ? დედა ჩემს ენდერი ძალიან მოწონდა. ენდერის რა უნდა მოსწონებოდა? ჩამოვედი და სათანადოდ არც კი მომესალმა. დასასვენებლად ნებართვა ითხოვა. ხო და დაისვენოს. დღეს ბევრი ინერვიულა. მართლა? მაინც რატომ? ბირჟაზე ფული იზარალა? ზურფასა. დროზე ადრე ჩამოხვედი და რა დახვედრას ელოდი. იცი მაინც ენდერი როგორ ემზადებოდა შენ ჩამოსვლისთვის? გასაგებია. ჩამოვედი და კაციშვილი ვერ გნახეთ სახლში. რა თქმა უნდა, ასეა როცა ოჯახში დიასახლისი ვერ დიასახლისობს. უფლებას არ მოგცემ ჩამოხვიდე და ჩემს სახლში, ჩემს ცოლს შეურაცხყოფა მიაყენა. უკვე გითხარი, საშინელი დღე ქონდა მეთქი. საშინელი დღეები მე რომ მქონდა ისეთი უნდა. ალბათ ასეა. მომისმინე სელიმსერეს. გიჯობს გაჩუმდე. სანამ ისეთი არაფერი მithქვამს, რაც სანანებელი გამიხდება. რადგან დღეს შევიტყვე რომ ძალიან მალე მოვკვდები. ეტყობა ასიმ შეკიპკაიასთან იჩხობა და საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა. მგონი წასვლას არც აპირებს. ენდერთან რატომ არ მივიდა? არ ვიცი, იქ ბევრი ხალხია, სტუმრები ყოლიათ. ეგ მხოლოდ საბაბია. მეც ასე მგონია, მაგრამ ამ ქალმა სათქმელი გვითხრა და ბედნიერად მოკალათდა. ბერენ არ გსვენია? მამა შენთან ლიცენზიაზე არ უსაუბრია? მაგის გარდა ყველაფერზე ილაპარაკეს. ენდერს რომ გამოვართვა? ენდერს ფულს არასდროს თხოვ. ყველაფერს მომაგვარებ. ყველაფერს. მაინც რა ფულით? სუდეს გამოვართმევ. მამამ უთხრა რომ ფულს შენ გამოგართმევს. ის ჩემი ფულიც არის. ამბობს რომ ის ჩემი ფულიც არისო. ეგონოს როგორ არა? სედეფი წინააღმდეგია. ორკუნს ვთხოვ. იმედია მალე დავუბრუნებთ. ორკუნისთვის აპირებს თხოვნას. რაო ბერენ, რამე მოხდა? ცოტა მომშივდა და ვიფიქრე, ბაღშმის ამბავს ვიკითხავ მეთქი. ვახშამი უკვე მზად არის. როცა მეტყვით, სუფრას მაშინ გაგიწყობთ. კარგი, მაშინ დაიწყე. გმადლობ. ცოტაც და დავიღუპებოდი, დედა. კარგი საყვარელო, წადიჭამე. არა, ჯერ მზად არ არის. შენი და რა შვება? უხასიათოდ არის? რაც სედეფი მოვიდა, ოთახიდან არ გამოსულა. ტელეფონით მესიჯებს. ალბათ იამანს წერს. კარგი საყვარელო. მამა შენს მიხედა. გარგვია ფულზე ვის მიაკითხავს და რას იზამს. ნუ დარდობ, თვალს არ მოვაცილებ. ისევ ტელეფონით ლაპარაკობ? სად მიდიხარ? სასეირნოდ. მამა, მე ცოტას გავივლე. კარგი საყვარელო. ვახშამზე ნუ დამელოდებით. იქიდან იამანთან წავალ და მათთან ვივახშმებ. მაბადი, შენც უხარ ხომ მდგომარეობაში ჩაგაყენე. არა ზურფასო. ბოლოს და ბოლოს რაც უნდა იყოს. ეს სახლი შენია. უკაცრავად. აი შეგვიძლია დავილაპარაკოთ. რა თქმა უნდა, ბატონო ფარუკ, რა მოხდა? დღეს შენი საქმე ვნახე. რა? იქნებ დაელაპარაკო, რადგან დამემუქრა, რომ სასამართლოში მიჩივრებს. რა ნაწილავაა? მადლობა თქვას, რომ ჩვენ არ ვუჩივლეთ. ბერენ, მოითმინე. შევთანხმდით აიშე.
ძალიან ხო დაელაპარაკე და უთხარი. მართლა რამე სისულელი არ ჩაიდინოს. ეს დაუშვებელია. კარგი, არ ინერვიულოთ, გთხოვთ. ვცდილობ ახლოს არ გავიკარო. ასე იმიტომ მოიქცე, რომ მე ვერ დამიკავშირდა. სინამდვილეში ცუც არაფერს დაგიშავებთ. ხო, ძვირფასო, ვიცით ვინც არის. უკვე მოვასწარით მისი გაცნობა. ასე იმიტომ იქცევა, რომ უმუშევარია. მაპატიე, მაგრამ მისთვის არც ფული მოქვს და არც სამუშაო. ამაზე არც იოცნებოს. არა ბატონო ფარუკ, ვიცი, ამის თქმა არ მინდოდა. რაც არ უნდა მითხრათ, მართალი ხართ. ამ ყველაფერი მოაგვარე. ან არა და აქ ვეღარ იმუშავებ. ნუ ღელავთ ბატონო ფარუკ, ყველაფერს მოვაგვარებ. გთხოვ. მამა, რატომ არ გშვებ? ხომ გამოკეთდა? წავიდეს და სხვა სამსახური მოძებნოს. ბერე. ისედაც რთული დღე მქონდა და შენ უღარ დამიმატებ. კარგი საყურელა. კარგი, მაგრამ კარგად დაფიქრდი. აქამდე რატომ არაფერი მითხარი? არ მინდოდა გენერვიულა. რაც გვიან გაიგებდით, მით უკეთესი. ჯემმა იცის? არ მინდა საზღვარგარეთიდან წამოვიდეს. რომ გაიგებს უნივერსიტეტს მიატოვებს და მაშინვე გამოიქცევა. არ მინდა ამდენი შრომა წყალში ჩაეღაროს. სრული უფლება აქვს დედის გვერდით იყოს. ამიტომაც არ მინდა რომ გაიგოს. კურნალობას რომ დაიწყებ, მაშინ მაინც ხომ გაიგებს. არა დეიდა. ამის უფლებას არ მოგცემ. უნდა იმკურნალო. ამას ნუ ამბობ სელიმ. შენც ექიმებით, ნუ მომაბეზრებ თავს. მაინც არ ვიმკურნალებ. შესაძლებელი მართლა არაფერი მჭირს. განაცოტა ხანს ვიცოცხლე. იცი რამდენი ადამიანი ებრძვის სიკვდილს? მათთან შედარებით ჩემი პრობლემა მართლა არაფერს ნიშნავს. გინდა რომ ამაზე თვალი დავხუჭო, არა დეიდა? ხო, რა იყო? ყველანი სიკვდილის შვილები არ ვართ? ნათლია, როგორ უნდა იყოს ავად? რომ შეხედავს სახსალამათი გეგონება. ვინ იტყვის რომ დღეები აქვს დათვლილი? დარწმუნებული ვარ გამოჯამრთელდება. ძლიერი ქალია. მამას უთხრა რომ მალე მოვკვდებია. შვილმა იცის? გონი არა. როგორ ვუთხრა დედა შენი კვდება თქო? როგორ? ყველა ერთად უფრო გაამხნევებთ ერთმანეთს. არ ვიცი ამა. არ ვიცი რა უნდა ვქნა. სელიმ. სელიმ. სახლში შემოდი, თორემ გაიყინებით. მიდით მო, თავი ხელში აიყვანე და წამოდი. რა უნდა ვქნა? ისე მოიქცე ვითომ არაფერი ვიცი? მოგიძევს. მიდი. წამოდი, სუფრასთან დავსხდეთ. თორემ შიმშილი მომკლავს, თუ ავადმყოფობა რა მნიშვნელობა აქვს? ხო, ბატონო ბარიე. მართლა ძალიან მწუხარ. ძალიან მწუხარ. ერთი ვთქვი და უკვე ყველამ გაიგო. რა თქმა უნდა, დიდ როლს სახლში ყველაფერი ისმის. ახლა მოსვენებას აღარ მომცემთ არა? ვის რა ფორმაში ხარ? ასეთი სიგამხდრე სად გაგონილა? ცოტა მოიმადე, თორემ ავად გახდები. რითი იკვებები? სარეველათი? ახლა მანდას მთლიანად შევჭამ.
ამაზე ვარც ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა შეჭამ. იქნებ ცოტა, თვალიც აგეხილოს. თორემ ასეთ ისი გამხდრე, სად გაგონილა. ტელეფონს ავიღებ და მოვალ. ზევი დამრჩა. რა ნივრის სურნელი დგას? სახლში ასეც უნდა იყოს. თორემ ნივრისა და ხახვის სუნს თუ გაექცევით, როგორ მიხვდება კაცი, რომ აქ ვინმე ცხოვრობს. სუფრასთან დასხედით. გამოვიცვლი და მე შემოგიერთდებით. კარგი. ნათლია. რა მოხდა საყვარელო? მოდი ჩემთან. ჩემო ერთადერთო. მოიცადე. დღეს არ მოვკვდები. პირდები. ასეთ რაღაცებს ნუ ამბობ. გთხოვ, ნუ ამბობ. ჩემო საყვარელო. ჩემო სიცოცხლე. ჩემო ერთადერთო. საწევიდა ეს ტელეფონი. ეილიულ, ჩამოდი. მოვდივარ. საღამომშვიდობისა. მოგბრძანდით ქალბატონო მირა. ინებეთ. გმადლობთ. გამარჯობა, მოგბრძანდით. გამარჯობა. მე სელიმის დეიდაშვილი ვარ, ჯემი. მოგბრძანდით. დიდი მადლობა. აქეთ წამობრძანდით. მადლობთ. გამარჯობა. გამარჯობა. ჯემი. მე მირა ვარ, მეზობელი. მართლა? ძალიან სასიამოვნოა. დასანანია რომ დეიდაშვილს იშვიათად ვტოვებ ხოლმე. დამობრძანდით. ჯერ მე მომაწოდე სუზან. გემრიელად მიირთვით. რა ხანია მან არ მიჭამია. გმადლობ დეიდა. ღმერთმა შეკარგოს შვილო. მიირთვი. მეც გადმომიღე. რა უსაყვარელო? წითელი წითა კარგო აქვს? ახლავე მოვიდან. გმადლობ. ეს უნივრო соуსია რა, სუზი? ხო. შვილო, უნივრო თუ გემური იქნება. რა უშავს? რა მოხდა? მე ვჭამ ერთ. მაშინ მე შევჭამ. აბა შემომხედეთ. ტუჩებში კოცნით ერთმანეთს. რას ამბობ? მე გავახებ. ალბათ მირა. გამარჯობა. 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 შენ ალბათ მერტია რა? მაგრამ ასე უცებ ვერც გაიზრდებოდი და ვერც შეიცვლებოდი. გამარჯობა. გამარჯობა. დედა, მამა, ჯემი ჩამოვიდა. დავშვიდი. საერთოდ არ შეცვლილ ხარ. ნუ რაფერს ეთყვით. გთხოვთ. თქვენი ნება. როგორც გენებოს. ეილიული ჯემი. ჯემი ეილიული. გამარჯობა. ჩემი შეყვარებულია. სასიამოვნოა. ჩემთვისაც. იამანი ჯემი. გამარჯობა. ეს ჩემი შეძენილი ძმაა. მიხარია რომ გაგიცანი. მირა, შენც მოგესალმებით. გაიხარე. მირა, რა ლამაზი სახელია. გმადლობთ. ბოლოდინზე მეტი. გაცნობებთ, მამიდაშვილი ჩამოვიდა.
ჩემო სიხარულო. როგორ მომენატრე. როგორ მომენატრე. ჩემო სიცოცხლე. მე ძალიან მომენატრე დედა. მინდა ეს შესანიშნავი მომენტი ფირზე აღბეჭდო. ძვირფასო. ძმაო, გამარჯობა ძვირფასო. ფოტოს გიგზავნითო. შეხედე რა ლამაზია. ელიური მართალი ყოფილა. მაჩვენე? ჩვეულებრივი ბიჭია. შენს თავს მიხედე. მეს მაჩვენეთ. დაჯექი. დედაც და შვილიც დაუპატიშებლად გესტუმრეთ. დღეს ჩამოხვიდოდით თუ ხვალ რა მნიშვნელობა აქვს. ისედაც გელოდებოდით. მაბატია წინასწარ ვერ გაგაფრთხილეთ. ადრიანად მომიხდა ჩამოსვლა. რა პრობლემაა ძვირფასო? ისედაც ყველაფერი მომზადებული გქონდა. ჩამოსვლა რატომ მოგიხდა? რამე ცუდია? არა, ცუდი არაფერი, პირიქით. კარგი ამბავი მაქვს. ამერიკაში ჩემი უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიმიღეს. Amerika'daki üniversitemden doktoraya kabul aldım. შესანიშნავია. რა კარგია ჯემ, გილოცავ. გილოცავთ. მეც გილოცავთ. გილოცავთ. მადლობთ. საყვარელო. ოჩახ ძვირფასო. ღმერთმა ბედნიერი გამყოფოს. ძალიან ჭკვიანია. სულ მე მგავს. ხო, წარმომიდგენია. შედეგები ბოლო წუთს მაცნობეს და რა კი დიპლომი აქ უნდა დამემოწმებინა. სასწრაფოდ გადავცვალე ბილეთი. კიდევ კარგი რომ გამიმართლა და გადამიცვალეს. Şahane oldu. მაგარია. დოქტორანტურა რამდენ წლიანია? Orada doktora. 4? თუ 6? გონი 4. მართლა? რა კარგია. ხო, მაგარია. მაგარი. ახლა წელი მკითხოთ, მაგარია თუ არა. Abi artık კიდევ 4 წელი მოგიწევს ჩემი შენახვა. katlanacaksın. მერე გეშველება. რატომაც არა. შენ ოღონდ ისწავლე და რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, იმდენ ხანს დაგაფინანსებ. ვიცი ძმა. დიდი მადლობა. ისე კარგი იქნება ზოგიერთებსაც რო გააგებინებ. ამას ჩემს თავზე არ მივიღებ. მე დოქტორანტურაში არ მინდა. ჯერ იქნებ მაგისტრის წოდება მივიღო. მართალია. აუცილებელი არ არის ყველამ დიდხანს ისწავლოს. არა? ნათლია. მართალი ხარ? მართალი. ჩემო ძვირფასო. ჭკვიანად იყავი, კარგი? გასინჯეთ, გემრიელია. სიამოვნებით. ახლავე. რომ ცოდნოდა მამა ჩემს ასეთი რეაქცია ექნებოდა, საერთოდ არ ვეტყოდი. ადრე თუ გვიან მაინც გაიგებდა ცედებ. სწორად მოიქეცი. მაგრამ ცოტა ფულს მაინც ავიღებდი. ახლა ორივე უფულოდ დავრჩით. ეს საქმე რომ მივატოვოთ ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. არავინ გამოგვეხმაურება, არა? არაფრის იმედი არ მაქვს. ახალი ინვესტორი მაინც გვაპოვდინა. მაგრამ ამ პრობლემების გადამკიდე ვინ დაგვეხმარება? მარტში უფროსი მოვა და იქნებ ის მაინც დაგვეხმაროს რამით. ბარი მისია და არავინ უწყის. რა ბედი გვეწევა? ამას ნუ ამბო, ფარუკ. ესეც რომ დავგარგოთ, საერთოდ მშრალზე დავრჩებით. განა ის იყო ჩვენი ოცნება. მიმიშვი და მე მივხედავ. ორ გუნს ვთხოვ რომ გვასესხოს. არ შეიძლება სხვა გამოსავალი მოვძებნოთ? მითხარი ცედებ. პირდები, საერთოდ არ გამოგაჩენ.
თულს მე ვესესხები. შენ ვითომ არაფერი იცი. საღამომშვიდობისა. მოდი ორგონ, გილოდებოდი. გმადლობ რომ მოხვედი. შენთან სალაპარაკო მაქვს. გამარჯობა არიფ. როგორ ხარ? გამარჯობა ჰასან. დღეს ვისვენებ და უმანქანოდ ვარ. წარმატებებს გისურვებ. შენც ასევე. გმადლობ. გილოცავ, საგუშაგო უკვე გამოვიარეთ. ადრე უფროსივით შემოდიოდი და ახლა ქურდივით იბარები. ბევრს ნუ ლაპარაკობ. ახსად მე გააჩერე. როგორც მიბრძანებს, მაო. აი აქ აჯობებს. მიდი, გადმოდი. ლამის გავიგოდე, ნუ აზრიადებ. ახლა შენ იცი. მადლობ ძმაო. არ ვიცოდი თავიდანვე შენთან თუ უნდა მე მეგობრა. გოგონება შეტყობინება გამომიგზავნეს. რას გწერენ? მან ვინც ხართ, ყველას ერთად გელოდებითო. მერტ, ვახშმის შემდეგ სასეირნოდ არ წავიდეთ? ბავშვები გველოდებიან. ძალიან გინდა? ცოტა ხასიათზე მოხვალ, გულს გადააყოლებ. რა ვიცი, ცოტა დავიღალე, მაგრამ ეს დაღლილი ვარ. კარგი, გკითხავ რა გეგმები აქვთ. მოიცა. დეი და ბაჰრი ესთვის მიგაქვს? ხო. კარგი, მე მევუდან. რა იყო ძვირფასო? ყავის მირთმევა ყველაზე დიდი პატივისცემაა. მერტ. ეილიული შენი შეყვარებული არა? ხო. მოგეწონა? მომეწონა. ძალიან საყვარელი გოგოა. და ძალიან ლამაზი. ლამაზი. მაგრამ მირას ასწაულია. შენ გეცოდინება? შეყვარებული ყავს? ყავს. ესე იგი, ერთად ხართ? ხო, ერთმანეთი ძალიან უყვართ. გასაგებია. მაპატიე, ცუდად გამომივიდა. რა იყო, ასე რატომ გაგიკვირდა? სულაც არა, ძალიან მიხარია. ალბათ ფიქრობ, ტოზულდერელმა ბიჭმა ასეთი გოგო, როგორ მოხიბლავ, არა? რა სისულელია? პირიქით. გილოცავს, მამა, ოჩახ. კარგი ბიჭი ხარ. ხო, ასეა. მერტ. სამოდი, გვეძახია. მერტ, საყვარელო. ნათლიას დასვენება უნდა და დასადინებლად მიდის. რატომ? ჯერ ადრეა. ძირფასო, ჩემთან ერთად რა უნდა აკეთო? არჯობია დაუწვა და დავისვენო. ჩვენ მაინც მივდივართ. დაიღალე რა ძვირფასო? ძალიან დავიღალე. იმდენი მჭამე რომ ვეღარ ვსუნთქავ. თან მანდისთან უხერხული იქნება ბევრი მოძრაობა. მუცელში გემრიელადაა მოგალაცებული. ახლა ნათლია იტყვის ამდენ ფულს ქარს რატომ ატანთო? არა საყვარელო, ამას რატომ გეტყვი? ახალგაზრდები ხართ და უნდა გაერთოთ. ლომი ხარ ნათლია. ჯემის იშვიათად ჩამოდით და ბარემ მეგობრებსაც გავაცნობთ. კარგი იქნება, რა თქმა უნდა. თქვენ წადით. ჩვენ კიდე იდასთან ერთად ცოტას ვისაუბრებთ. მირა ხომ მოდიხარ?
მე ვერ წამოვალ. წუხელ, ცუდად მეძინა. მაგრამ მირა, შენ თუ გინდა წადი? არა, წუხელ მეც ცუდად მეძინა. ამიტომ ბოდიშს გიხდით. მაშინ მამა შენთან გაგაცილებ. კარგი. ჯემის დაღლილია. მოდით, ხვალ წავიდეთ. კარგი. მირას გავაცილებ და მოვალ. კარგი შუა. İyi geceler Mira. გამშვიდობისა მირა. Tanıştığımıza gerçekten სასიამოვნო იყო შენი გასნობა. yani sen de შენიც იამან. Yaman'la da და Eylül'le შენიც ეილიულ. ჩემთვისაც გმადლობ. დროებით. görüşürüz. დროებით. Hoşçakalın. კარგად იყავით. შენ სად მიდიხარ? Ben de gideyim. მაგრამ მეც გავყვები და ოჯახმა თქვენს გემოზე ისაუბრეთ. Ailece baş başa kalın. შეხედეთ, რა შეგნებული გოგოა. ლარს პირსი ბოლო დინზე მეტი. სედებ. ძალიან წუხარ, მაგრამ მამა ჩემის შემდეგ ბატონი ასიმის დაუკითხავად ფულს ხელს ვერ ვახლებ. Asım Bey ile paylaşıyorum. ამისთვის Yani ona bir პასუხს მომთხოვენ. Ne kadar lazım sana? ისე რამდენი გინდა? კარგი ორგულ, ყველაფერი გასაგებია. არაფერი არ მინდა. მამა ჩემმა შენს გადაგებირა. რას ვიზამთ? Gerçekten ne ვერ ხვდები რას გულისხმობ. კარგი, დაივიწყე. შურივად ვიცი რაც ხდება. საკმარისია. კარგი. კოცნი. სხვა რამე თუ დაგჭირდეს, დამირეკე, არ მოგერიდოს. Aramaktan çekinme lütfen. გმადლობ, გმადლობ. გასაგებია. ჯანდაბა. ძალიან კარგი. Ya kendimi çok kötü hissediyorum. ძალიან მერიდება. მიხვდა რომ მატყუებდი. შენ რა? ასიმ შეკიპკაიას დაბრალდება. გონია რომ მან გაიზულა ასე მოქცევა. შესანიშნავია. ძალიან კარგია. ხომ გეუბნებოდი, არ უნდა გეთქვა. შენ რაც თქვი, არც ის არის შესაძლებელი. Nereye? საით? ბატონო ასიმს სათქმელი თუ არ ვუთხარი, ვერ მოვისვენებ. სედებ, არ გინდა. ბერენ, შენს ადგილას იჯექი. მამა წყალი მწყურია. მამა, გილოცავ. გარშემო აღარავინ დარჩა, რომ ვინმეს უყვარდე. რა ხდება, სედებ? პირიქით, ეგ შენ უნდა გითხრა, მას შემდეგ რაც დღეს ჩაიდინე. Bugün yaptıklarından sonra. ძალიან მარტოსული ხარ, ასიმ შეკიპკაია. სულ მარტო დარჩები. შენ არავინ გიყვარს და არავის უყვარ ხარ. გეგონა ფულით ყველაფერს იყიდდი, მაგრამ შვილების სიყვარული მაინც ვერ იყიდე. ვერაფრით მომისყიდე. იცოდე, ვერ შემაშინებ. დღემდე რასაც მინდოდა იმას ვაკეთებდი და ახლაც ასე მოვიქცევი. შენი არ მეშინია და ვერასდროს შემაშინებ. მეწოდები. შენი ეგოიზმის წყალობით მარტოობაში ამოგხდება სული. მართლა საწოდავი ხარ, მამა.
აი ასე, ახლა დამშვიდდი. გონი არასოდეს მოიქეცი. კარგი რა ფარუკ. მარტო მე არ ვარ, ვისაც ზია სელიმის რონავს. Ailesine de o bakıyormuş. ის ოჯახსაც უვლის და ჯემის სწავლასაც აფინანსებს. ო, ისე ჯემი კარგი ბიჭი ჩანს. Ukala biraz. ცოტა თამამია, თორემ არა უშავს. მერც საერთოდ არ გავს არა? Öyle. ხო, Uyuz. წამიც არ დაუკარგავს. Daha მაშინ ვეიკითხა შეყვარებული ყავდა თუ არა. erkek arkadaşı var mı falan. აი, თურმე რატომ არ მოგწონს? Hoşuna gitti. ვატყობ ძალიან გესიამოვნა. არა, ეჭვიანობ არა? Yok ya ne რა სისულელია? მართალი ხარ, რა საჭიროა? შენ გარდა მაინც ვერავის ვხედა. ასეც უნდა იყოს. მახსოვს ადრე სულ იმას მეუბნებოდი. ჩემ საკუთრებას ვინ შეეხება, იმ ხელებს ძირში წავამდროვა. ხო, ხო, სემბრა. რა მოხდა? რაზე იჩხუბეს? მაპატია მის დრო არ მაქვს. სანამ ბატონ ფარუქს არ მოუკითხი, ვარ შენ უნდა შევიდე. ღამე მშვიდობისა. ჩუმად ვირფასო, ჩუმად. რა საყვარელი ხარ? იეჭვიანი არა? ამიტომ გიჯობს არ გამაბრაზო. Şakasını bile yapma. შენც ნუ გაბრაზდები. Hadi git. მიდი, Bakıyorum. მე აქ დაგელოდები სანამ შეხო. კარგი, ღამე მშვიდობისა. სად იყურები? მე მიყურე. რაღაც ჭირს. Tersi koy.
მოიცადე, სადმე ხარ? მოიცადე. ჩქარა სასწრაფო დახმარება გამოიძახე. ბატონო ასმის რაღაც დაემართა. გააკეთეთ, რასაც გეუბნებათ. გარი გაგვიღეთ. ბატონო ასიმ. გარი გაგვიღეთ. ბატონო ასიმ. ბატონო ასიმ. გარი გაგვიღეთ. ბატონო ასიმ გაგვიღეთ. გარი გაგვიღეთ. ბატონო ასიმ. ბატონო ასიმ. ბატონო ასიმ, გესმით ჩემი? ბატონო ასიმ. ბატონო ასიმ, გესმით ჩემი? ბატონო ასიმ. ბატონო ასიმ. მირა, სასწრაფოში დარეკე, ჩქარა. ჩქარა, ჩქარა. არ მითხრა რომ მოკვდა. ჩქარა, სასწრაფოში დარეკე. გირაი, გთხოვ პრობლემას ნუ შემიგნი. მომისმინე. გაქცევას თუ მოინდომებ. ჩემს მიტოვებას თუ ეცდები, იცოდე, არაფერი გამოგივა. თუნდაც 109 კლიტულში. გასაგებია? ყველგან მოგაგნებ. ქალბატონო სედებ. ქალბატონო სედებ. ბატონო ფარუკ. ქალბატონო სედებ. ბატონო ფარუკ, დამეხმარეთ, გთხოვთ. რა მოხდა? ბატონი ასიმი კვდება. რა? სწრაფად. გთხოვთ, სწრაფად. მამა. მიდით. მამა. სასწრაფო სად არის? მოდის. მამიკო, მამა. მამა, გთხოვ. გთხოვ, მამა. შეგიძლია წახვიდე, არავინაა. ერთი წუთით. ამ სიტუაციით არის სარგებლო და ჩემგან თავის დაღწევას არ ეცადო. ძალიან გთხოვ, გირაი. არ ვიცი რა ხდება, იქ ვერ შევდივარ, მაშინია. ხო, სერიოზული ამბავია. აიშე, რა საკეთებ? ძალიან შემაშინა. გული შეტევა აქვს? არა, სედეფი იქ წავიდა. შეგიძლია ხელთათმანები მომცე. ხო, დედა, ახლავე წავალ და ვნახავ. არ გაჩერდე, გთხოვ, არ გაჩერდე. მამა. გემუნდარები. მამა. შესანიშნავად მოიქეცით ის ბიჭი რომ არ გაუშვით. მართლა. მაგრამ არ მოგატყუებ. ძალიან გამაგვირვე. რადგან ის ენდერი, რომელსაც ვიცნობდი, ასეთ ბიჭს სახლში არასდროს შემოუშვებდა და შვილთან ერთად სუფრასთან დაჯდომის უფლებასაც არ მისცემდა. ძალიან შეცვლილ ხარ. ძალიან. იამანი კარგი ბიჭია. ყველას გვიყვარს. რა თქმა უნდა, გიყვართ. კარგად გიცნობ. რომ არ გიყვარდეთ, სახლში არ შემოუშვებდით.
ჯემ, არ მინდა დეიდა ანკარაში მარტო დატოვა. წაიყვანე ან Yanında götürsen veya ან არ უნდა. Ne desem რაც უნდა უთხრა არ ესმის. Sude სოდე რა მოხდა? ბატონას იმს გული შეტევა აქვს. ქალბატონო ბარიე. ვიცი ამის თქმის უფლება არ მაქვს, მაგრამ ვფიქრობ, დიდ შეცდომას უშვებთ თქვენი მდგომარეობის შესახებ რომ არ ეუბნებით. მომისმინე ენდერ, სიკვდილის წინ მინდა წყნარად ვიცხოვრო. ჩემმა შვილმა უნდა ისწავლოს და თავის ცხოვრებას მიხედოს. ისევ ცხოვრობთ, როგორც ვიმსახურებთ. ხომ ასეა? ენდერ, გისმენ ძვირფასო. უნდა წავიდეთ. რა მოხდა? baban მამა შენი პირველადი დახმარება მასწავლის. როგორც ვიცოდი გულის მასაჟი ისე გაუკეთე. Öğrendiğim kadarıyla kalp masajı yapmış. ავადმყოფი კონს მოვიდა. მდგომარეობა სტაბილურია. გილოცავს პაციენტი გადაარჩინეთ. გირაი. გამოდი. სახლში არავინაა. გირაი, სად ხარ? ისეთი ადამიანი არ არის, რომ გულის შეტევით გარდაიცვალოს. წარმოგიდგენია, ესეც კი გადაიტანა. დღეს სიკვდილი ვუსურვესედებ. ვერ ვიჯერებ. მრცხვენოდა, რომ მისი ქალიშვილი ვარ. და მინდოდა, რომ ჩემი ცხოვრებიდან გამქრალიყო. მე უფრო საშინელი სიტყვები ვუთხარი. ბერენ, სახლში წადი. კარგი ძვირფასო. კარგი. კარგი. თუ მოკვდა, ჩვენთვის ყველაფერი დამთავრდება. ადრინდელზე უფრო მეტად გამდიდრდებით. არ მითხრათ, რომ ამაზე არ გიფიქრიათ. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.